ჩამწული პრეპარატები. საერთოდ ორსულის კვება ეს არის ერთი დიდი თავი მეანობის, იმიტომ რომ კვებას მართლაც რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით ჩვენს სინამდვილეში. მე დავიწყებდი იქიდან, რა ხარისხის პროდუქტებს ღებულობს დღეს ორსული ქალი. იცით, აი არსებობს ცნება პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი ფაქტიურად დღეს არ არსებობს, იმიტომ რომ პროდუქტები, რასაც ჩვენ ვღებულობთ, ყველა რაღაცას შეიცავს. აი მე ეხლა ეს იქ ჩასაწერად არ მინდა, მაგრამ რომ დავდივარ ჩანთაში მიდევს დიდი სია. იმისი რა ქვია, რომელი ქვეყნის არის და იმ კოდებით, რომელი ქვეყნის პროდუქტი შეიძლება უფრო ენდო, რომელს ვერ ენდობი, თუმცა ყველგან წერია და თქვენ ალბათ წაიკითხავდით პრესაში, რომ ის პროდუქტები, სადაც წერია, რომ რომ ურევია ისეთი სტაბილიზატორი ან რაღაცა, დაფიქრდით კარგად, მიიღოთ თუ არა, იმიტომ რომ ახასიათებს ეს. ორსულმა ქალმა მით უფრო არ შეიძლება რომ ეს მიიღოს არა, მაგრამ მაშინ როგორ მოძებნოს ის პრეპარატი, რომელიც ამას ის საკვები, რომელიც ამას არ შეიცავს, როცა ბაზარი მთლიანად გაჯერებული ასეთი პროდუქტებით. ადრე მე რომ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, ვაძლევდით დარიგებას, რომ მიიღე რაც შეიძლება მეტი ხილი, მიიღე რაც შეიძლება მეტი ხილის წვენები. ეხლა ამას ვეღარ ვეუბნები, იმიტომ რომ ხილი, რომელიც ბაზარში იყიდება, კაცმა არ იცის, საიდან არის ჩამოტანილი, ზოგი გენური ინჟინერიითაა მიღებული. თუ არის ეს ხილი, რომ აქვს თავისი ეზო და ან იცის, რომელიც სოფლიდან არის მოტანილი, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველაზე სასარგებლო და სასურველი ორსული ქალისთვის არის ხილი, ვაშლი განსაკუთრებით და წვენები, ახლად გაწოდული ხილის წვენი, ეს არის იდეალური. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხილი თვითონ არის სანდო და რომ ის არ არის გენური ინჟინერიით ან რაღაცა ქიმიური ნივთიერებებით დამწიფებული. ამიტომ კვება გახდა ძალიან ისეთი, იცით, ერთია რომ რაც არის სტანდარტები, რომ რა უნდა მიიღოს ორსულობის დროს ადამიანმა, რა ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროდუქტები იყოს ხარისხობრივად გამართლებული, რომ არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს. თვითონ საკვების შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ორსულ ქალს რაიმე განსაკუთრებული კვება არ ჭირდება. ის უნდა იკვებოს ჩვეულებრივ, როგორც იკვებებოდა ისე. მაგრამ სასურველია, რომ რძის პროდუქტები, იცით, თვითონ რძე არა, თვითონ რძე სუფთა რძე მოსანელებლად ყველა ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ მაწონი ქართველებს რაც გვაქვს და ხაჭო, ეს არის იდეალური და განსაკუთრებით ნადუღი. ეს არის ის კვების პროდუქტი, რომელიც ყველა საჭირო ამინომჟავებს შეიცავს, რაც ორსულ ქალს სჭირდება. ამიტომ ეს პროდუქტები მithumetes მაწონი მაცლავის ფლორაზეც დადებითად მოქმედებს და ამიტომ აი ასეთი რძის პროდუქტების მიღება, რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია. იქ საკმარისი რაოდენობით შედის კალციუმიც, იქ საკმარისი რაოდენობით შედის ყველა ის მინერალები, რომელიც ორგანიზმის განვითარებისთვის არის საჭირო, ამიტომ ეს პროდუქტები ძალიან სასურველია. ყველაზე იდეალურია ახალი ხილი, ახლად დამზადებული წვენი. ეხლა ჩვენ ამ ხრივ მდიდრები ვართ, რომ ვაშლი ყოველ შემთხვევაში, ვაშლი ყველაზე კარგი პროდუქტია. და ეს ვაშლი ჩვენთან არის, ამიტომ, მაგრამ ის რაც გამზადებული წვენები იყიდება მაღაზიებში, იმას ყველას უკვე დამატებული აქვს სტაბილიზატორი. ამიტომ ის არ არის სასურველი. უნდა მიიღოს ან თვითონ ხილად, ან ახლად გაწოდული, რომელსაც არაფერი არ აქვს. ორსულმა ქალმა რამდენი უნდა მოემატოს კვირეების მიხედვით, ამის სტანდარტები დადგენილია და იმ სტანდარტს არ უნდა გადააცილოს. საერთოდ ითვლება, რომ 9-დან
9 კილოგრამიდან 12 კილოგრამამდე მთელი ორსულობის მანძილზე რომ მოიმატოს წონაში, ეს არის ნორმალური. აი ამ ფარგლებში უნდა ჩაეტიოს, უნდა აკონტროლოს ორსულმა თავისი სხეულის მასის მატება ორსულობის ვადების მიხედვით. მაგრამ აქაც ინდივიდუალურია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი თვითონ იწონის შეიძლება 60 კილოგრამს ან 70 კილოგრამს და მეორე 120 კილოგრამს იწონის. ეხლა იმას და ამასთან ერთნაირ ნორმებს ვერ დაუდგენთ. ამიტომ რაც ქონდა მას თავისი წონა იქიდან 12 კილოგრამის ფარგლებში დასაშვებია რომ მოიმატოს ორსულობის მთელ მანძილზე და ეს პროდუქტების რაოდენობაც ამის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგრამ იცით, აი ადრე იყო ასე, რომ თქვათ უმარილო დიეტა, იმიტომ რომ შეშუპებები არ განვითარდა და საწყალი ქალები თვეობით საერთოდ უმარილო საკუთრებს ებულობდნენ. შემდეგ ამ რანდომიზირებულმა გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. დაიცავდა ის უმარილო დიეტას თუ არ დაიცავდა. მარილიც ნორმალური რაოდენობით უნდა მიიღოს და ყველაფერი, რასაც ადამიანი ღებულობს და რაც ორგანიზმს სჭირდება, ორსულმა ქალმაც უნდა მიიღოს ნორმალურად. მაგრამ მაინც იცით, აი შეზღუდვა უნდა იყოს ჩვენ რაც ქართველებს ვახასიათებს ეს წიწაკიანი და განსაკუთრებით ახსნების საშუალების ნივთიერებების შემცველები, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი და არც უნდა მიიღოს და ჩვეულებრივი საკვები ყველაფერი შეიძლება ორსულმა მიიღოს.